რატო არ მომდის მაკიაჟი არასოდეს? აი მე ძილი მიცევს ახლა თუ ცუდად გავხდები. ნახე რა. მარეხი. 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 მარეხი მეტი კაცო. კაცო, რა საკეთებ? ჩამოდი, რა საკეთებ? რა საკეთებ? რა არის ოფისია თუ რა მაგა, კაცო? რა აფეთქების ხმა იყო? რა აფეთქების ხმა იყო, კაცო? დაჭექი აგერ მოსულები არიან ვაკანსიაზე და გასაუბრება. გაიარე და ნახე თუ ვინმე მოგეწონება, აი ეს სია არის აგერ და ნახე დაიდე რა. რიჯოს არ შემჭამა კაცო ამ დირექტორის ნათესავებმა? მობძანდით რა თქვენ, მობძანდით. მიხედე ნორმალურად მოიქეცი კაცო. მობძანდით. მობძანდით. უკეთ მობძანდით, მამილოცავს. კარგი დავიწყოთ. ჩვენ როგორც მოგესალმებით ალბათ ნახეთ ინტერნეტი ჩვენ განცხადება. გვაქვს მიღება. აღჭირდება პრომო გოგონები, პრომო ბიჭუნები, ადამიანები, ვინც კარგად გახდიან ჩვენს პროდუქციას. ასე რომ სოხმის ხუჭ გათხოვოთ თქვენ. დიახ. გამოცდილება გააქვთ რამე? კი, გამოცდილება მაქვს, მუშაობდი პრომო ბიჭუნა ვიყავი, შპს სტარში, ესეთი კომპანია იყო, მაგრამ სამწუხაროდ გამომიშვეს. რატომ? პოლიტიკური ნიშნით გამომიშვეს. რა შეიძლება პოლიტიკური ნიშნით? ნაციონალის სახე გაქვსო და გამომიშვეს. აი ამის გამო. ისე რაღაცნაირად მართლა გაქვთ ნაციონალის სახე გავხართ. ნაციონალის სახე. არა, მე უბრალოდ ისე ვთქვი, მომძანდით. არა, ის იმას ანიშნავს, რომ თქვენ ვერ გაივლით. შეიძლება, ანუ ამ სახით შეიძლება მუშაობა. ეგ არაფერს შუაში არ არის, ხო საფრთხე. მე უბრალოდ ისე გავხართ მართლა, უბრალოდ ჩემი აზრია ეს. ჩვენ პოლიტიკური ნიშნით არ ვართ თანამშრომლებს. მე რა ნაციონალის სახე რო გქეკრა, ჩვენთან ერთი ადამიანი მუშაობს, ძალიან კარგი ადამიანი სხვათა შორის. იმას მენშევიკის სახე აქვს, მაგრამ მუშაობს ძალიან კარგად. შეგიძლიათ ორი სიტყვით ამიხსნათ, როგორ უნდა გაყიდოს პროდუქცია პრომო ბიჭუნამ? კი, როგორ არა. პირველ რიგში კლიენტს უხსნით პროდუქტის დადებით მხარეს, მხოლოდ საუბრობთ დადებით მხარეზე. იმ შემთხვევაში თუ არ დაინტერესდა კლიენტი, მაშინ ჩვენ მას უხსნით მაგალითებით. სასურველია პირადი მაგალითით ვაჩვენოთ, ნუ საკვები პროდუქტების შემთხვევაში ეს არის დეგუსტაცია, ერთ-ერთი ხერხი ეს არის დეგუსტაცია. მას ვასინჯებთ და გისმენთ? და მას ვასინჯებთ და ამ შემთხვევაში თუ არ დაინტერესდა, ჩვენ მას უმტკიცებთ რომ გაცაკები, კარგით. მოდი ესე გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ხერხი იმისათვის, რომ აქაც ვასწავლით, როგორ უნდა დავაინტერესოთ კლიენტი, რომ მოიყიდოს ჩვენი პროდუქცია. ჩვენ გვაქვს მაგალითად თოკი. ხანდახან არის ადამიანი, როცა გარბის და ვერ დაიჯერ, ხო? თოკი. დაატრიალებ ამას, თოქს ესვი, შემოიხვია კისერზე. ესვე დაჭერილია, კაი იმას პერიოდად. ხაბანგი ასევე. ხაბანგი შეიძლება სტენდის წინ დაატოს. ეს კლიენტებისთვის უკვე. დიახ, კლიენტი გამოირის, ფეხს ჩაადგავს, ვაიდე დაიყვირებს და უკვე თქვენია კლიენტი. ასევე გვაქვს ხუთი, რომელშიც კლიენტი შეიძლება ჩავაგდოთ ხაბაგის საშუალებით და ავტომატურად ხუთი იხურება. ой, მართლა ხუთზე გამახსენდა. რა ხუთი კაცო? აბა, ეს ხუთია ზუსტად. თქვენ ყიდულობთ პროდუქციას? ყიდულობ, სადვიღიდო, მითხარი. მომძანდით. ამოდით? დაგეხმარებით? აი, მიხვალთ. ამას რა უყო, სად მოხსნიან? როგორც კი ჩვენს პროდუქციას შეიძეთ, აი, ხოლმე მოხსნიან, აი, მომძანდით იქ. მადლობა და მსახურად ჩვენი მომსახურები, მადლობა. აი, ეს არის მოკლედ თქვენ ფაქტიურად მინდა ვთქვა, რომ სასიამოვნო პიროვნება ბრძანდებით ალბათ გახვალთ, მეორე ტურში გადახვალთ. რა თქმა
თუ შეიძლება ჩვენი პროდუქციის ორი რძის პროდუქტს და მესამე მოყვება საჩუქრად ეს აქცია გვაქვს. რძის პროდუქტს? დიახ, თქვენ გადასტული ხართ მეორე ტურში. უბრალოდ უნდა შეიძინოთ აგერ მიბრძანდებით ორი პროდუქტი ჩვენი კომპანიის, რომელიც მესამე საჩუქრად გამოგეცნოთ ეს აქცია. მადლობთ, დიდი მადლობა. არ მინდა რძის პროდუქტები არ მინდა მეორედ მოვალ გასაუბრებაზე. არა, თუ ვერ შეიძინეთ ისე ვერ გადახვალთ მეორე ტურში ორი წელი უნდა შეიძინოთ მესამე საჩუქრად გამოგეცნოთ ეს აქცია ესეთი. გავიგე, მაგრამ არ მინდა რძის პროდუქტები ისე ეს აქცია უნდა შეიძინოთ რომ გავიგე და არ მინდა და ისე მოვალ შემდეგ გასაუბრებაზე. ეხლა მომისმინე მეც მაგ აქცია, გაიგე? ორჯერ თუ მოგითმინე, მესამედ გისვრი ფანჯრიდან უფასოდ. დაფიქრდები. რა ხალხია ეს კაცი? დამპალი ეს ვისე მოხდება? დამპალი ეს დამწყნარები ახლა რამენაირად? თორე აღარ აღწერები უკვე ამბობთ მოობით. რამენაირად უნდა დავწყნარდე. მარეთი რა ხდება იცი ეს გავაკეთეთ ყველაფერი და ეს საბუთები წაიღე კანცელარიაში ეს გამომართვი ამას მე იმას ვიზამ მოვაწერ ხელს თვითონ რა და რა ხდება რა მეთქი ოთახი ამოტირა რა საკეთებ შენ კაცო რა საკეთებ ერთი გამაგებინე რა განდირთას ვაკეთებდი განდირთას აკეთებ წოიში შენ როცა ვიღლები ხოლმე ეს ვშები იღლები მომისმინე ხლა კარგად რა ეგრე წაიღე ყველაფერი საგადასახადოში მოაწერინე ხელი და მოიტანე ნორმალურად იმუშავე გითხარი მე შენ რა კარგი უყურებ შენ შემოდით რა თუ არის ვინმე შემდეგ გასაუბრებაზე ვიც არის ნორმალურად იყავი იცოდე კარგი მომწანდით გამარჯობა მუშაობის დაწყება მინდა თქვენთან. ნახეთ ჩვენ განცხადება ხო ალბათ? დიახ. მინდა გითხრათ რომ გიმუშავიათ პრომო გოგოთ როდესმე? მაგრამ სხვა შორის არ მიმუშავიათ და ეხლა მინდა გითხრათ რომ ეს არის ძალიან საფასუხისმგებლო საქმე. პასუხისმგებლობა არის პირველ რიგში საჭირო. თუ რაღაცა ისე კარგად ვერ გაკეთდა პირველ რიგში პასუხს მოვთხოვენ მე როგორც თქვენს მენეჯერს. მაგალითად ჩემს წინ ის იყო მენეჯერი, მისმა თანაშემწემ რაღაც კარგად ვერ გააკეთა საქმე და დაიბარა სათაო ოფისში. მოთხოვეს პასუხი მას. ნუ გაითვალისწინეთ. დიახ და მე მე იკითხავდა. პირველში იმისაც რომ კარგად მოვხიბლოთ თქვენ უფრო მამაკაცებზე იმუშავებთ ალბათ ძალიან კარგი გარეგნობა გაქვთ პირველ საჭირო მისალმება მობრძანდით მოგაკეთეთ მობრძანდით არა მობრძანდით აი ეს მეცოდეთ მობრძანდით არა მობრძანდით მობრძანდით არა მობრძანდით მობრძანდით მე დაგიხმარებით მობრძანდით როგორ დაგამ მობრძანდით აუ მეთკინა და მხოლოდ მობრძანდით ასევე ძალიან ბევრი ხერხი არსებობს კლიენტის ასე ვთქვათ დაინტერესების მაგალითად თუ თქვენ მამაკაცებზე უნდა იმუშაოთ ძირითადად იმიტომ რომ კარგი გარეგნობა გაქვთ მაგალითად აბძანდით თქვენ ხარ მამაკაცი ხო როცა მამაკაცმა იცის მაგალითად დაუძახებთ მობრძანდით და არ მოდის მაშინ გვაქვს ესეთი ნუ უკიდურეს ხერხი მაგრამ ვიღენებთ ხოლმე ხან მიბრძანდებით ხო დავშოთ მამაკაც ხარ მობრძანდით არ მოდის ეს ესე უნდა გავაკეთო? თუ შეგიძლიათ თუ სპორტული ხარ რა თქმა უნდა. აი დავუშვათ შევახტი და ნუ მაინც არ იღებს რა უნდა გავაკეთო? თუ შეახტით მაგალითად მაინც ნუ ვერ გახიდათ პროდუქცია, მას არსებობს კიდევ ისეთი ხერხი. მაშინ უნდა ჩავარტყათ ციხლი. ჩავარტყა? სად უნდა ჩავარტყა? ასევე უნდა იცოდეთ ალკოჰოლური სასმელის რეალიზება. მაგალითად ალკოჰოლური სასმელი ჩვენ განახებთ ახლავე. ალკოჰოლს ვაიმე და ყველაფერი კარგად არის. აი აქ ხო ჩამიდია. აი მაგალითად ეს არის ალკოჰოლური სასმელი. დიახ. პირველ რიგში რომ დაინტერესდეს მყიდველი ალკოჰოლური სასმელი პირადად თქვენ უნდა მიირთვათ. დაასხათ გოგონამ ნოდალიო? გაგიმარჯოთ. ხერო დალე ხალხო. ალკოჰოლს სასმელს ეს ნიშნავს რომ თქვენ ესე კი რაღაც სვავთ ალკოჰოლს სასმელს. ეს სანდუპრო ნაწარმია გესმით? ეს გასაგებია, მაგრამ რა აუცილებელი, ანუ ვერ მივხვდი. არა, ეს აუცილებელია, მოდის ხო და ინახეთ მოხმარებელი. დაასხავთ? მომწეთეთ გაგიმარჯოთ.
გასაგებია, მაგრამ რა აუცილებელია, ვერ მივხვდი უბრალოდ. ხო შეიძლება რომ კიდევ ერთხელ განახებთ და თქვენ გაიმეორეთ შემდეგ. დაასხავთ და ინახეთ მოხმარებელი მოდის. მომწეთით, გამარჯობათ. დიახ. ანუ ესეთი აუცილებელი ყოფილა. ნუ გასაგებია. გასაგებია, ალბათ, ნუ მივეჩვევი რაღაცნაირად და მეც ვაიმე. კარგად ხართ? არა, უბრალოდ ალკოჰოლზე ცუდი რეაქცია მაქვს ცოტა ხანდახან. არა, არაფერი, უძლებ. ისმინე, წაიღე საბუთები, რაც გითხარი საგადასახადოში. არა, ვეღარ მოვაცრებ, იმიტომ რომ უკვე რას ვერ მოვაცრებ, კაცო, წადი ახლა და წაიღე ის საბუთები, რაც გითხარი და 10 საათი გახდა უკვე და ვეღარ მოვაცრებ. მე რა 10 საათი 12-მდე მუშაობს ის მე კომედი შოუ იწყება, ხო ვიცით? კაცო, არ ვიცი მე კომედი შოუ და ის არ მაინტერესებს, წაიღე კომედი შოუ და ის არ მაინტერესებს. არ მინდა მე. არ მინდა გეუბნები.